მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო მინდა მივუძღვნა თემას ტრანსპორტი. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას დიდი სიყვარულით და იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსპორტი უკვე ისეთი თემა გახდა ჩვენს ცხოვრებაში, ადამიანის ცხოვრებაში, რომ იქამდე სანამ ვიკითხავ ჩემს ყოფნა არ ყოფნას უკვე საკითხავი, ანუ უკვე ვიცი, რომ ვარ საცობში, ანუ იქამდე სანამ უკვე ვიკითხავ ჩემს ყოფნა არ ყოფნას, უნდა ვიკითხო ეს საცობი სწრაფად დავაგდო ისე თითქოს ცხელია, თუ დავაგდო ნელა. ანუ სანამ ვიკითხავ ფაქტიურად ყოფნა არ ყოფნას ჩემსას, უნდა ვიკითხო ეს საცობი სწრაფად დავაგდო თუ ნელა. მე მგონი სწორად განუმარტე სინამდვილეში ტრანსპორტის აზრი რა. ერთი სიტყვით მეგობრებო, იმის თქმა მინდა თქვენთვის, რომ სინამდვილეში ვერც ერთი ტრანსპორტი ყოველთვის ჩაკეტილ წრეზე დადის რა, იმის მარშრუტი ყოველთვის წინასწარ გაწერილი, ვერსად, ანუ სინამდვილეში არსად არ მიყავხარ რა, ანუ შეიძლება გეგონოს, რომ ქვეყანა შემოიარე, მაგრამ დამიჯერე იმ წრის მიღმა არ გასულხარ რა. სინამდვილეში სადაც შენ მიდიხარ, იქ ვერც ერთი ბუსი ვერ მიგიყვანს და აი ამ ტრანსპორტის გარდა თავარი მესიჯი ის იყო, რომ ამ ტრანსპორტის გარდა იქ იმ ადგილას, სადაც ჯერ ფეხი არავის არ დაუბიჯებია, სადაც სულ ყველაფერი სხვანაირია, სადაც სხვა ამინდია, სხვა ჰაერია და ასე შემდეგ და ყველაფერი სხვანაირია. თუ გინდა რამე სხვა და თუ გინდა რამე ახალი და თუ გინდა რომ გამოხვიდე ამ ჩაკეტილი წრიდან, მაგრამ მეგობრებო, ძალიან ღრმად გვაქვს შეტოპილი ელემენტარული ტრანსპორტის თემა. დაუშვათ აღარ ვიაროთ ტრანსპორტით, ხო? ვიაროთ ფეხით. ანუ დაგვემტრევა ფეხები, იმიტომ რომ გზაზე უკვე თითქმის ყველგან დავაგეთ ასფალტი, ანუ იმდენად ღრმად გვაქვს შეტოპილი, რომ არ ვიცი რა გვეშველება რა, ანუ თუ ვინმე მიცით, რა ვიცი, როგორ გამოვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან და პასუხი იმ შეკითხვაზე, რომ რატო ვებღაუჭებით, რატო ვართ ჩაფიქსირებული ამ ავტობუსზე, რატო არ ვმაზავთ რა, ხელს რატო არ ვუშვებთ იმას, რაც სინამდვილეში ჩვენთვის კარგი არ არის. მაგაზე პასუხი არის ის, რომ მოშინაურებულები ვართ. იმდენად მოშინაურებულები ვართ, რომ ბუსით კორპუსთან მივიდეთ გვირჩევნია, ვიდრე რამე თბილში გამოვეხვიოთ და ღია ცის ქვეშ დავიძინოთ რა.